გამარჯობათ მეგობრებო, მინდა რამოდენიმე სიტყვით ვთქვა დღევანდელ პროცესებზე, ზოგადად სიტუაციაზე. მოკლედ დღეს გამოდიან ხოცები და იძახიან, აი 4 ოქტომბრის აქციაო თუ რაცაო რევოლუცია უმშვიდობიანი არ შეიძლება იყოსო და ასე შემდგომოთა ესაო და ძალითო სახელმწიფოს არ უნდა დაელაპარაკო და ასე შემდგომ და თქვედალოცვილებო იმ 9 წელში მაგალითად 7 ნოემბერს რომ იძახოდით უნდა დავარბიოთო და უნდა შევარდეთო იმაშო პარლამენტშიო და იმაშიო ტელევიზიებშიო მაშინ ხო გაიყოთ ეს თქვენთვის დემოკრატიის ის ხო იყო დემოკრატიის შუქრა ხო იყო ეს თქვენი გამო და თავისუფალი აზრის გამოხატულება და კიდე 26 მაისს 2011 26 მაისს რომ იძახოდით იმას რა ქვია არ ჩაგატარებინებთო აღლუნსო და სისხლზე წავალთო. მაშინ ხო იყო თავისუფლების და თავისუფალი აზრის გამოხატვა და თქვენი თავისუფალება ხო იყო ეს დემოკრატიის ჩარჩოებში ხო იჯდებოდა. დაგიტრიალდათ უმერანგის პრინციპით? ცუდი ყოფილა? თუ თქვენ როცა ტერორისტობდით და თქვენ როცა მაშრობოდით რა ქვია სახელმწიფოს საბოდაშს ვდიდით, მაშინ ეს დემოკრატია იყო და ახლა თქვენ წინააღმდეგი რო დადრიალდა ეს აღარაა, ხო აღარ მოგწონთ. ესეა კოცებო, ბევრი რამე დაგიბრუნდებათ თქვენივე ნაკეთები უკან. ხო, რაც შეეხება იმას ხვალინდელ აქციას, რა თქმა უნდა, მშვიდობა უნდა იყოს და მშვიდობით უნდა იყოს ყველაფერი. და ამის მომხრეა ყველა სრულჭოვანი ადამიანი რა. აბა თქვენცით. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი დია TV.